She's gonna point out the different levels. Okay, hold on. აქ არის ნოშპა, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმის მოსახდელი, ეს არის ფორსები 20 ცალი, რეგიდრონი, მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება, აი ხალდი რომელიც არის როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ასევე წევს დაბლა სიცხეს. ამ ხელს ვერ სწერთ ხო სულ? აი როდის მიიღეთ ეს სულტი? პროექტის არ აქვს დროის ჩარჩო, ანუ ჩვენ არ ვთვლი ლიმიტირებული დროით, მაგრამ პროექტის ხანგრძლივობა დაახლოებით არის 23 დღე, 2 კვირა და რამდენიმე დღე და ჩვენ უკვე დაახლოებით ერთი თვე რაც საქართველოში ვართ, დავდივართ სხვადასხვა საერთო საცხოვრებლებში, ვეცნობით ხალხს და პირველად ვავყარებთ ადამიანურ ურთიერთობებს მათთან გავიგოთ. აი ეს არ იყოს მხოლოდ ერთთვიანი გაცნობა და პროექტი, რომელიც დასრულდება, ეს უნდა იყოს ახალი გზა ჩვენი ახალი თაობის ბავშვებისთვის. Training is to teach the kids proper communication and to teach them to approach conflict in a new way. ძალიან ნორმალურ და სწორ კომუნიკაციის უნარებს, რომელიც მათ როგორც ასევე გამოაჩნდება ცხოვრებაში, ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მომავალ პროფესიებში, ასევე იმ თავარ მიზანს და იმ თავარ თემას, რასაც ჩვენ ვეხებით, აფროდიტისა და საქართველოს ომს, საბოლოო ჯამში, როდესაც ისინი იქნებიან თავიანთ სამომავლო პროფესიებში, ისინი გამოიყენებენ ამათ დაუკავშირებულ კონფლიქტს და ასევე მოიძიონ ახალი გზა მის გადასაწყვეტად. I guess something that if some of them go into politics, we'll see a lot when they try to moderate things between other people and when they try to teach other people how to use peaceful resolution. So we're gonna